გამარჯობა. შეიძლება სვიშტის დამატებული რეცეპტით იხელვარელო თუ შენც იგივე სიმპტომები გაქვს. არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. განსაკუთრებით არ შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროს, იმიტომ რომ შეიძლება მარტივად ვიღაცამ გითხრათ, რომ იცი რა გამონადენი მქონდა, არ აქვს მნიშვნელობა კაცი ხალი, ორივე. გითხრათ, რომ იცი რა გამონადენი მქონდა და ეს დამინიშნა ექიმმა და მე შენეთქვი რომ უი მეც მაქვს გამონადენი და მაბანა მანახერი რა დაგინიშნა და მე მაგას დავლე. სინამდვილეში ეგრე არ არის, გამონადენი ბევრნაირი შეიძლება იყოს. იქ ანალიზი სხვადასხვა კეთდება და მიზეზით შეიძლება სხვადასხვა იყოს. შესაბამისად, კურნალობაც სხვადასხვაა. ამიტომაც არის, რომ არავითარ შემთხვევაში შეიძლება არაეფექტური იყოს თქვენთვის ეს და ამის იმედად იყოთ, ჯანმრთელობა დაიზიანოთ და დააზიანოთ თქვენი პარტნიორი. ამიტომაც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ დაახლოებით 11 წელი ტყუილად არ სწავლობენ მაგ სამედიცინოზე, რომ დერმატოვენეროლოგები გახდნენ, საჭირო ეს და თვითმკურნალობას არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ. ინდივიდუალური მიდგომა ყველა პაციენტისთვის საჭირო და მიმართეთ ექიმს, არ ტეხავს კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სექსის წინ საპრევენციოდ უნდა მივიღოთ მედიკამენტი. არა. არ შეიძლება მედიკამენტოზური პრევენცია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების. ეს ნიშნავს იმას, რომ ეგაზრი საერთოდ თუ გაგიერებს თავში, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხარ დარწმუნებული, რომ ან შენ რაღაცა გჭირს, ან პარტნიორს რაღაცა გჭირს, ხო? რაღაცა ინფექციაზეა საუბარი. ეს იმას ნიშნავს, რომ არ იკვლევთ საკუთარ ორგანიზმს და ჯანმრთელობას და იმას ნიშნავს, რომ თავსაც არ იცავთ რა, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. ჯერითი რომ პრევენციის გზით წამლის დალევა ეგეთი რაღაცა არ ხდება, არ მოსულა და მეორე ეფექტურობის მაგის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შესაბამისად და თან მესამე ისიც რომ ყველა წამალი არ არსებობს, რომელიც ყველაფრისგან დაგიცავს. სქესობრივი გზით შეიძლება გადაეცეს პაპილომა ვირუსიც, შიცის ვირუსიც და ქლამიდიაც, უამრავი რაღაცა, ხო? ყველასთვის ერთ წამალი დალიოდა ის არ გამოვა. პანაცეა არ არსებობს. ასე რომ არ ქნათ ეგ არავითარ შემთხვევაში. თუ სიმპტომები არ გაქვს, მკურნალობა არ იქნება. არა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ხშირ შემთხვევაში არის უსიმპტომო. უსიმპტომოდ შეიძლება მიმდინარეობდეს ქალებშიც, უსიმპტომოდ შეიძლება მიმდინარეობდეს კაცებშიც. ამიტომაც შესაბამისად უსიმპტომო თუ არის და ინფექცია მაინც არის, იმას მკურნალობა ჭირდება. ამისთვის არის მნიშვნელოვანი ჩეკაპები, ანუ გამოკვლევა, გარკვეულ პერიოდში ერთხელ, საკუთარი ორგანიზმის და ჯანმრთელობის გამოკვლევა და თავდაცვა რა თქმა უნდა. ხალხური მეთოდები და ბალახეული წამები ბუნებრივი და უფრო ეფექტური საშუალებაა მკურნალობისთვის. არა, სამწუხაროდ ასე არ არის. ზოგადად რო შევხედოთ, როდესაც ხალხური მედიცინა იყო მთავარი მედიცინა საუკუნეების წინ, ხო? სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ვარირებდა სადღაც, ერთი პერიოდი იყო 25 წელი, მერე იყო 35 წელი, მერე იყო ცოტა მეტი. როგორც კი განვითარდა მედიცინა, მის პირდაპირ პროპორციულად გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და დღეს არის დაახლოებით 75 წელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მედიცინა, ძველი მედიცინა ვერ მუშაობდა და არ მუშაობდა. იმიტომ რომ ჩვენ განვითარდით და ვისწავლეთ რა იყო სწორი და რა იყო არასწორი. ძველი კარგი არის კონიაკი, ვისკი, ღვინოც კარგია, ძველი. არც ერთი ხალხური მეთოდი არ არსებობს ეფექტური, რომელიც კურნავს რომელიმე ნებისმიერი სქესობრივად გადამდები ინფექციის მიმდინარეობას. შესაბამისად მიმართეთ დერმატოვენეროლოგს და არა სახალხო მკურნალებს თუ როგორც ქვიათ რა. Google-ში რამდენად შემიძლია აწეროთ ჩემი სიმპტომები და ვიპროგნოზიროთ. არ დაგუგლოთ, დაანებეთ ამ Google-ს თავი, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ შეიძლება თავის ტკივილი დაგუგლო და მიხვიდე იმ დასკვნამდე რომ თავის ტვინის სიმსივნე გაქვთ. მეოთხე სტადიის და რაღაც, იმიტომ რომ უამრავ რაღაცას ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ სანდო ინფორმაციაც არსებობს, ერთი რომ ცოდნა უნდა ამას, რომ სად ნახო კონკრეტულად, მეორე წაკითხვასაც ცოდნა უნდა, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკურად შეიძლება ეწეროს და მესამე გახსოვდეთ, რომ მიუხედავად Google-ის და ინტერნეტის სამყაროში, დღეს სანდოს სამეცნიერო ინფორმაცია არის რთული მოსაპოვებელი და ძალიან ძვირი. ექიმებს მაგალითად როგორც წესი, ექიმები, კლინიკები ჩვენ ამას ვყიდულობთ სხვადასხვა სამედიცინო პორტალებს, ვეცნობით რომელია სანდო კვლევა, რომელი არა, იქ განვიხილავთ, ვიცით საბოლოო ჯამში რომელია სანდო, რომელია ეფექტური, რომელი ნაკლებად ეფექტური და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენთვის ეს შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს. ამიტომაც
არ დაგუგლოთ, არ დაგუგლოთ. არ დაგუგლოთ.